მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, მე ვარ შალვა რამიშვილი, თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას, რომელსაც ქვია დილა შალვა რამიშვილთან ერთად. გვანცა პოსტია? ძალიან კარგი. ესე იგი ყველაფერი კარგად არის, შეგვიძლია დავიწყოთ. დღეს არის ოთხშაბათი, შუაკვირა. დაგვრჩა ხუთშაბათი და პარასკევი და შაბათ-კვირას დავისვენებთ. მაგრამ დღეს რადოს დასვენება დავიწყეთ და შეუბერეთ. 240-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? ალო, მაესტროში რეკავ შვილო? მე სწორად რეკავ, კენეცოლო. ალო? დიახ? მაესტროში რეკავ? კი, მაესტროში რეკავთ. ქრისტიანს გა. ჭეშმარიტად. მრავს დასწრებოდეთ სულ ჯამთელად ბედნიერად. შალვასთან მინდა ლაპარაკი შვილო. ელაპარაკეთ. შალვა შემოგევლე ქრისტიანს რამ. ჭეშმარიტად. შენი დედიკოსთან, შენ დედიკოს მადლობთ. მე გურული ქალი ვარ. თქვენი სახელი? მინდა შენი ყურადღება მაპატიე შენობით რო გელაპარაკი. ჯანეთ. 68 წლისაა. რამდენის? გავამახვილი. რამდენის ხართ? 68 წლის. ჯანეთ. ხო, ეხლა რა მინდა? გუშინ ჩემი შვილი დაფიქსირებულიყო უნდა პირველ კლასში მისაღებად. კი, ინტერნეტით. საიძე ჩემი ქალიშვილი რომ შევიდა ხამის 12 საათზე, დილასაც კი ჩაკეტილი იყო. ჩვენ ცხოვრობ დიოსებიძეზე. 52 ბაღში დადის ბავშვი. უკაცრავად, ქალბატონო. ეკუთვნოდა? უკაცრავად, მოდით ესე დავიწყოთ რა. თქვენი სახელი მითხარით რომ მოგურ მანანა. ქალბატონო მანანა. ესე იგი პირველ კლასელების ინტერნეტ აღრიცხვა, ონლაინ აღრიცხვა მიმდინარეობს. დიახ. თქვენი ქალიშვილი თქვენთან არის? თქვენი ქალიშვილი ახლა თქვენთან არის? არა, ჩემი ქალიშვილი არ არის ახლა, ჩემთან მე მარტო ვარ შვილი. კი ბატონო, გისმენთ. გუშინ ძალიან განვიცადეთ. ესე იგი, 171 სკოლა საერთოდ აღრიცხვაზე არ იყო. 2 წუთი გაიხსნა დედი. ესე იგი, რომ შესულიყო, რა ქვია, ინტერნეტში თუ დაფიქსირებულიყო ბავშვი და უპასუხობენ, რომ შევსებულია სკოლის ყველა ადგილი. ასაგები, მადლობა. ასაგებია, ეს პრობლემა არის. მე უბრალოდ მაინტერესებს რა მისამართზე ხდებოდეს დარეგისტრირება, ონლაინ რეგისტრაცია. ეხლა შევიდოდით და ნახავთ. 240-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? ალო. გისმენთ? მე ინტერნეტით ვუყურებ გადაცემას. და მინდა გითხრათ, ხმა არ აქვს და იქნებ როგორ მეკასწოროთ. ხმა აქვს, მე ინტერნეტით ვუყურე ასევე. რომელ IPTV-დან ვუყურებ. IPTV-ზე არ არის ხმა, იქნებ შეამოწონ. კი ბატონო, 240-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. თამაზ ტყემალაძე არის ჩვენი გადაცემის სტუმარი. ადრე ყავდა ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა. ბატონი თამაზი არის ბიოლოგი და ჟურნალისტი. გადაცემებს აკეთებდა ტელევიზიით. პირველ არხზე. თავის დროზე. რამოდენიმე წლის წინ და ჩვენ საინტერესო საუბარი გქონდა და ეხლა ვისაუბროთ ბევრ საკითხს. 240-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? ალო? დიახ, გისმენთ. გამარჯობათ. შალვა, რა მინდა იცი გითხრათ? უყურებ ყველა თქვენ გადაცემას. დიახ. განსაკუთრებით სუბიექტურ აზრს. დიახ. და იქ დარეკა შეუძლებელია და ამიტომ ეხლა მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდ პატივს თქვენ მეწყვილეთ დიანა ტრაპაიძეს. ძალიან კარგი. მაგრამ ერთი რამე გააგებინეთ, რომ ეს არის გადაცემა სუბიექტური აზრი და არა დიანა ტრაპაიძის სუბიექტური აზრი. არა, დიანა ტრაპაიძის სუბიექტური აზრი გვაინტერესებს. ვერ ხვდებით თქვენ ფორმატს, მაშინ აგიხსნით, რომ ჩვენ გვაინტერესებს დიანა ტრაპაიძის და მე რა? მე არაცდის არავის ამ ლაპარაკს და ცოტა შესანიშნავი მეწყვილე ყავდეთ და უყუროს იმ გადაცემებს ნიკიაშვილთან ერთად რო იყოს, სხვასაც მოусმინოს ცოტა. სვავს, როცა მოუნდება შეკითხვის დასმა, სვავს ხოლმე ახლა. მე დისკომფორტს არ განვისდი. 240 სამხმაში რო ლაპარაკობთ, ეს ძალიან ეს დასახვეწია, კი ბატონო, ეს დასახვეწია. მაგაში გეთახმებით. 240-00-30 არის ჩვენი გადაცემის ტელეფონის ნომერი. ვიდეოების ჩვენების ამბავი გვაქვს. ეს კარგი ვიდეო არის, რომელსაც სულ ვიცინი ხოლმე, ჩვენი კოლეგა ძმაკაცი და მეგობარი. ჩემი ძმაკაცი არ არის, მაგრამ სიმპათიით ვარ განწყობილი. აქუ ბარდია. ყავდა გოგი თოფაძე ეთერში და რაღაც ისტორიას ყვებოდა და
მოყვა. აი ნახეთ რა სასაცილოა. შურუხის კასკადების თელი სისტემა იყო დეტალურად გაანალიზებული, ვიღაცა ინგლისელი იყო ჩასული ექსპერტი და იმას უყვებიან ეს თურქები რა გრანდიოზულ კაშხალს ვაკეთებდა. სვაჩულის იქ ვიღაცა პრარაბივით იყო, გურჯი იყო გვარად. და უცნაური სახელიც ქონდა, ვიღაცა დამავისდა, მოიცადეს მაულიკერეს რა ერქვა იმას ხეებზე რო დახტოდა ღმერთო ბიჭი ხეებზე დახტება ხეებზე რო დახტოდა ფილმს არა ისა ღმერთო და არა მაულიკე არა კაცო ის ტარზან გურჯი იყო გვარად პრარაფი ისეთი ბიჭი აქ მაგარი არის არა მარტო ის მაუგლი და ტარზანი არამედ თოფაზის შეკითხვა რა ეს დავღეცო დამავისდა მოიცადეს კითხება შეხეთ მაულიკერეს რა ერქვა იმას ხეებზე რო დახტოდა ღმერთო ბიჭი ხეებზე დახტება ხეებზე რო დახტოდა ფილმს არა ხეებზე რო დახტოდა ციყვი ციყვი კარგი კაი შუტკა 2400030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი ალო ალო გამარჯობა გამარჯობათ თქვენი ასაკი გითხარით 48 წელი. რა საკეთებთ ვაფშემც? არა, ჩავხდე ტელევიზორს. აი, ვაფშე არც არაკეთებთ? სადედო? საერთოდ არც არაკეთებთ? საერთოდ ბიოლოგია. მაგაშია საქმე და რა, წერებს იკვლევთ? წერებს იკვლევთ თუ გველებს? არა, წერებს არ ვიკლებ. საერთოდ დავრეკე შალვა, მინდოდა მომელოცა შენთვის აღდგომა. მადლობთ თქვენც ასე. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად. კიდევ ძალიან გამეხარდა დილით რო დააგინდა. კიდევ რატო დაარეკეთ? რატო? აი კიდევ. აი მომელოცა მინდოდა თქვენთვის. კიდე რა გინდათ? არაფერი არ მინდა, მინდა ჩემი კარგად ყოფნა არ გინდათ? შვიდობა. აჰა, შვიდობა ცოტა რთულია. ისე იყოს როგორც თქვენ და ჩვენ გვაქვს ჩაფიქრებული. სხვათა შორის მე არ ვიცი თქვენ როგორ გაქვთ ჩაფიქრებული. მე მაქვს რაღაცები ჩაფიქრებული. თქვენ როგორ გაქვთ? მე მაქვს ჩაფიქრებული რომ საქართველოში ყველა ადამიანი ცხოვრობდეს ნორმალურად, ადამიანის დონეზე. ანუ ჯანმრთელი იყოს. ყველა ადამიანი ჯანმრთელი ვერ იქნება. ექიმებს წევლით ხო ეხლა რა? არა, რატო წერ ყველა ადამიანი ჯანმრთელი იყოს? ყველა ადამიანი ჯანმრთელი იქნება. ექიმები რომ იყვნენ მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით. ყველა ადამიანი თუ ჯანმრთელი იქნება, რა აზრი აქვს? ექიმებს საერთოდ ეს პროფესია უქმდება პროფილაქტიკა ექიმების მეშვეობით იყვნენ ჯანმრთელი პროფილაქტიკური მედიცინა ყავთ ესე დიახ კიდევ რა გინდათ თქვენ ქმარი ყავთ არა გათხოვება გინდა ეხლა ქმარი რომ ყავდეს ამდილა ადრიან ეგეც არის აი მაგითო დაგირეკავდი ხო იცი მეთევზეზე არ გინდათ ბებერ მეთევზეზე და ახლა არა ვერ მოყვევი მაგრამ რაც ნობილი არა დაახლოებით სურო იჭერს ბებერი მეთევზე ანეგ თევზებს და ახალგაზრდა მეთევზე ვერ იჭერს და როგორ საით უნდა ჩააგდო ანკესიო როგორ აგდებოდა მე ნუ მიცით არის ცოტა გარიგნოდი არა არც გაგიგიათ ალბათ გამიგია და მაგაშია საქმე იმიტომ ძველია თუ არ ძალიან ძველი ანეკდოტია და მარცხნივ უნდა ჩავაგდო თუ მარჯვნივ მაგასო რაღაცით ხვდებიო და მე ნუ არის ხოდა მაგპონჩი ხართ თქვენ მაგპონჩი ვარ მაგპონჩი ხორო მე არა მე მინდა რომ საქართველოს მარი რო ყავთ ცოტა ამოვიდეს იმ წუნტიდან რომელშიც არის უბრალოდ კარგად ზანდებოდ მადლობთ მიმადლობა მოგესწრებს 2400030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი ალო არ არის როგორ შეიძლება ზარი არ იყოს მე წარმოვიდგინე ალო ალო 2400030 ან ჩვენი ტელეფონის ნომერი. შეგიძლიათ დაარეკო და რაღაცები გითხრათ, ალო? ალო? დიახ. დიახ, გამარჯობათ. ალო? ბატონო შალვა. იცით რა მინდა გუმბასანი კიდის გასაგონად მინდა თქვა. ქუთაისში საარჩევნო შტაბში მაგას თუ ვინმე ან წამლის ბარიგა იყო და ნარკომანი ყველა საარჩევნო შტაბში ყავდა. ეხლა? იმიტომ ვერ მოიგო არა. ბობოხიძესთან. თქვენ ქუთაისში ხართ? გაითვალისწინოს.
ქუთაისში ვცხოვრობდი მე რამდენიმე ხანი და მეზობლების სასაცილო იყო. იქ საარჩევნო შტაბი. გაიგებს. თამარ მეფის ქუჩაზე. ხო და მიაქციოს ყურადღება. მადლობთ. 240-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? ალო? გამარჯობათ. მოგესალმებით. ძალიან გთხოვთ, რა მოხდება? აი ჩვენი თხოვნა შეისმინოთ. თავხელიძეს ნუ მოიწვევთ, არ შეიძლება ამ ტელევიზიაში. ნუ შეიძლება ამ ადამიანის ყურება, ეს ხო ყველანაირად ზნედაცემული. ჩვენ შეგვიძლია დაურეკოთ თიასიჭინავას? აი რო შემეძლო, ჩემო კარგო, შეხვარდა. პარალელურად რომ დავალაპარაკოთ. შეგვიძლია? სიამოვნები. არ გააღვიძე ხა შეიძლება ძინავს. აი არ შეიძლება ამ ადამიანის ტელევიზიის ნერვების ასლა არის. მე გაძლევთ საზეიმო სიტყვას, რომ პირადად მე ჩემს გადაცემაში არასოდეს მიშა თავხელიძეს არ მოვიწევ. ნამდვილად ძალიან კარგი. აი ეს კაცი არის ამორალური. თიასიჭინავას ნაცვლად შემიძლია. სააკაშვილის ამორალური. ერთი წუთით ხალბატონო. თიასიჭინავას ნაცვლად შემიძლია გითხრათ რომ თია არის ძალიან მაგარი პროფესიონალი ჟურნალისტი. კი, აუცილებლად, მაგაში მე და მას სურს რომ დებატები გაიმართოს. თიასიჭინავასთან ვერ დავრეკავ, მე არ ვიცი კოორდინატები. ხო და ერთი წუთი. ხოვთ რა. ყოველ მეორე. კარგით, გასაგებია. ხა გეტყვით რომ ის არის პროფესიონალი ჟურნალისტი და სურს ხოლმე ხშირად რომ დებატები იყოს ცხარე. მაგალითად, გუშინ მარგველაშვილთან დებატები იყო საინტერესო. იმიტომ რომ მარგველამ რაღაცები უთხრა ისეთი, რასაც რომ არ ყოლოდა თავხელიძე ოპონენტად არ ეტყოდა. და მესმის თქვენი დამოკიდებულება, რომ არ მოგწონთ, როდესაც ხელისუფლების ასეთი მომხრე საუბრობს და არ მიგაჩნიათ სათანადო დონის პირად, იმიტომ რომ ის ხელისუფლებაში ჯერ არ არის და ასე შემდეგ. მაგრამ მეორე მხრივ შეხედეთ, მე მაგალითად ინტერესით უსმენდი და რაღაცები მომეწონა და ჩავინიშნე 21 საუკუნის გოიმობაო, როცა ამ დროს 21 საუკუნეში ავტორიტარული სახელმწიფოს აშენება გოიმობაო თქვა უთხრა მიშას მარგველაშვილმა და ეს საინტერესო იყო ეს ფრაზა დაამახსოვრდა. ამიტომ ეხა თლად ცალსახად დამოკიდებულება ასეთი სტუმრებისადმი არ შეიძლება. 240-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? ალო. დიახ. გამარჯობა. გაგიმარჯოს. არის მინდა დავრეკო. ბატონო? მაესტროში ხომ? მაესტროში ხარ, ეთერში ხარ უკვე. დიახ. დიახ. გამარჯობა. გამარჯობა. მე მინდა გითხრა პუშკინზე გააკეთეს ხარაჩო ამ მთავრობამ. ძალიან თელს ფასადზე პუშკინის სკვერი ცეკავშირში? ცეკავშირთან. ცეკავშირი კი არა, მეორე მხარეს. მეორე მხარეს. არის საქართველოს ბანკი. მერე? გააკეთეს ძალიანად 1-400 მეტრი იქნება სიგრძე. შეიძლება ეს 30 მეტრო დრო დაეყოთ და ისე გაეკეთებიათ. მე ხახსნიან რომ ფუნდამენტი არ უარგაო და უნდა გავამაგროთ. კარგით, მადლობთ. 240-00-30 ინტერნეტში დრომიალისას წავაწყდი ტარანტინო ახალ კინოს უშვებს ჯანგოს. და ვინცაც ტარანტინო გევასებად გაჩვენებთ ტრეილერს. აბა ტარანტინოს ახალი კინო ჯანგო ვესტერნი გადაიღო, სერჯო ლეონე გადაუღია. 240-00-30 მე ვასებობ ტარანტინო ძალიან. ალო? ალო? ვინ მელოდება მაგმაც? არანაირ არ მელოდება. ვინც ხა? 240-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. შეგვიძლია დარეკოთ. ალო?
ალო ალო გამარჯობათ გამარჯობათ ბარელძეს ბატონო შალვა ბარელძეს ჰაეს აიო yes ვესნი პაპუას ეხლა რა შეეხება აი ქალბატონმა დარეკა და ხშირად რეკავენ რომ თახველიძე არ გვინდა თახველიძე ბევრჯერ უნდა აჩვენოთ ყველა არხზე უნდა აჩვენოთ იმიტომ რომ უნდა დაენახოს საქართველოს მოსახლეობა რომ აი თუ არჩევნებზე არ წავა და ხმას არ მისცემს ეხლა არ ვიტყვი ვის მოვა თავხელიძეს მაკაცები თაბულები მაბულები და მთელი ჯანდაბა და 21 წლის ახალგაზრდა ის ნაციონალები კომკავშირიდან და მომკავშირიდან და მე მგონია რომ ძალიან კარგია რომ ყველა არხზე თავხელიძე აჩვენა ინტერნეტ-ჯი არის ესეთი საიტი და იქ არის პრეზიდენტის თქმული სამეგრელო ზონაში გურამ მისაბიშვილის განცხადება რომ ლაზიკის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს გეგმის პირველი ნაწილი თითქმის შესრულებულია გაკეტა ქალაქში შესრულებული კარიბჭე მიმდინარეობს ასფალტის დაგების სამუშაოები საფუძველი ჩაეყარა იუსტიციის სახლის მშენებლობას უნდა წავიდე ლაზიკაში შანსი არ არის ანაკლებს და ყულებს შორის ახალი ქალაქი ლაზიკა დაფუძნდებაო თქვა ზუგდიდში მიშამ შარშან და ახლა უკვე 10 წელიწადში დღეიდან 10 წელიწადში ლაზიკა თბილისის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქი იქნება მინიმუმ 9 მილიონიანი მოსახლეობით. Так, ну, ასფალტი და კარიბჭე, საინტერესოა. 2:40:30 იუსტიციის სახლი, აი იქ რო გააკეთონ. რა იუსტიციის სახლი ხო, ესეთი სახლია, სადაც იღებ პასპორტს, რაღაც მოწმობებს, სხვადასხვა გარდაცვალების ქორწინებს, არ ვიცი, იურიდიულ მომსახურეობას სადაც დავაზობენ ადამიანებს და თუ ქალაქი არ არის და არის დაუშვათ უახლოესი დასახლებული პუნქტიდან 10-15-20 კილომეტრით მოშორებული რაღაც ადგილი, ხო? ჭაობში. იქ რა აზრი აქვს იუსტიციის სახლის მშენებლობას? ანუ რატო იწყება ქალაქის მშენებლობა იუსტიციის სახლის მშენებლობით და მითი რა ქვია იუსტიციის სახლის მშენებლობით არა სხვა რამე. აი რითი შეიძლება ქალაქის მშენებლობა დაიწყო? აი ჩვენ ხო გვაქვს მაგალითები, ხო? ლაზიკა არ არის პირველი ქალაქი, რომელიც царელ ადგილზე ესე შენდება. ალბათ ან რაღაც სიმბოლური დანიშნულების რაღაც ნაგებობა უნდა იყოს, ან ქალაქის ხელმძღვანელობა სადაც განთავსება, მერიით იწყება ალბათ, ან შეიძლება ეკლესიით დაიწყოს, ან შეიძლება რაღაც თუნდაც სპორტული მოედნით, ან საცხოვრებელი სახლებით, ან რაღაც ქარხნით, ან რაღაც აწარმოთი, რომლის გარშემოც შეიძლება გაშენდეს პირველი დასახლებები, ხო? აი რუსთავი აშენდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გამო და ირგვლივ. პეტრე პირველმა გაჭრა პეტროგრადში ფანჯარა პეტროგრადიდან ფანჯარა ევროპაში და იქ ნავსადგური და სხვა მანუფაქტურები და საწარმოები გააკეთა და აქ რატო იუსტიციის სახლი მაინდა-მაინც ესეც საინტერესოა 2:40:30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი ალო ალო გამარჯობათ დილამშვიდობისა როგორ ძანდებით მალოთ ეს რა მინდა იჩირგიზე ეს პოლიტიკა მოგბერდა უკვე და ისა აი თუ იცი შვეიცარიაში და ავსტრიის საზღვარზე რაღაცა ყველა რო ედი შენდება და იქ ჩვენი 40-მდე წამყვანი ინჟინერია და იქ ვინმე მოგეწვია და რა შენდება? რა შენდებაო? 2:40:30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? 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 გამარჯობათ. გამარჯობათ ბატონო შალვა. თქვენი ეთერით იყო გაშუქებული ჭავჭავაძის გამზირზე რო ჭადრები მოჭრეს. ჩემი ეთერით კონკრეტულად თუ მაესტროს? თქვენი ეთერით არა, ბოდიში მაესტროში. დიახ. ამის შემდეგ რაღაცა პერიოდი შეწყდა ეს ამბავი, მანამდე მე აქ ცხოვრობდა გადავედი და ითქვა რომ ჭადარი ყოფილა ალერგიული ხე. ნუ არ ვიცი კონკრეტულად იმ ტერიტორიაზეა თუ რაზე არის ლაპარაკი, არ ვიცი. მე შეწყდა ეს ამბავი და ეხლა გუშინ ხამე ისევ მოვიდა ეს ბულდოზერები და ეს დარჩენილი 6 თუ 7 ხე მოიჭრა. და მე რა ვიცი, ვიღაცა რეაგირებას თუ მოახდენს ამაზე იქნება. სხვა შორის ხეების მოჭრაზე გიждდებოდა მიშა თუ გახსოვთ, პატარა ხეს მოჭიდნენ სადაც უკანონოდ რა თქმა უნდა და მირბოდა მთელი ნაციონალური მოძრაობა. თუ გახსოვთ ეგ.
როგორ არ მახსოვს, ბევრი რამე მახსოვს და ყველაფერი მახსოვს, მაგრამ უბრალოდ საინტერესოა შენობა შეიძინა ვინც არის მფლობელი, ნუ ეს არ ვიცი ალბათ ვიღაცა მიცის, ვიღაცამ არ იცის, მაგრამ ამბობენ რომ უნდა გაკეთდეს სადგომი მანქანების, ისიც ითქვა რომ ისიც გვითხრეს დაგვამშვიდეს რომ ხეები დაერგვება ახალიო, ალბათ სადგომი, იმიტომ რომ 2400030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? ალო? გისმენთ? ალო? დიახ, გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობა, თქვენი სახელი? სალომე. სალომე. ბატონო შალვა, პინგვინები დავკარგე. რაო? რა თქვა? ხო და არის ეთერში ეს ხალი წავიდა? წაიყვანეს უკვე? გაიყვანეს? მოაკითხეს. 2400030 მარტო არ არიან ხოლმე ეგეთი ადამიანები. ალო? ალო? გამარჯობათ. თქვენ რამე ხო არ დაკარგავთ? რამე ხო არ დაგიკარგავთ? ბაზონო? რამე ხო არ დაგიკარგავთ თქვენც? არა ბაზონო, არაფერ დამეკარგა. კარგია. გისმენთ? რა მინდა გთხოვთ ბაზონო შალვა, გუშინ გავიდა თქვენ დილის იმაში, მე მგონი თუ არ ვწდები ივანიშვილთან შეხვდა სტადიონზე. თუ გუშინ წირიყო. მე გავუშვი კი. ხო, არ შეიძლება რომ გაიმეოროთ? არა, აღარ არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოგვივადა. ნახეთ თქვენ ინტერნეტში შეგიძლიათ შეხვიდეთ და ნახოთ. იქ ბიძინა ივანიშვილის Facebook-ის ოფიციალური გვერდზე შედით და ნახეთ. ხო და აგეთ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რა საინტერესო ვიდეოა. კატების და ძაღლების ცხოვრებაზე, აი. არ უკეთეს მასას. დაუძახე შენ. აჰა. არ გინდათ ახლა მასაჟი ეგეთი? ეგეთი კატა ხო კაია. 240 ჩორნას მოუნდა ეგეთი მასაჟი ჩვენს რეჟისორს. ეგეთი კატა სახში ხო მაგარია. სულ ძალიან უცმაწური ანეკდოტები მახსენდება ამ დილა ადრიან. ერთი ის მეთევზეზე ხო იცი და თახვზე ხო იცი თახვზე ანეკდოტი. იცი ეგა? ამას საცივას კეთებასავლებ დაახვია ქედან რომ მოიყავს. ქმარი თავს. იცი ეგა? იცით ხო იცით ხალხო? ისე კარგია ეგეთი ანეკდოტები, იმიტომ რომ რო იტყვი რომ ეს ანეკდოტიაო და მოყოლა არ გინდა უკვე ეცინება ხალხს. 2400030 ეგეთი კატა უნდა მიიყვანოს სახში. ალო? ალო? გამარჯობათ. დილამშვიდობის შალვა. როგორ ბრძანდებით? არა მიშას, შე როგორ ხარ? ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად, თქვენი სახელი? ლალი. ლალი? ლალი. რამდენი წლის ხართ ლალი? 50. რა ამბავია რა? რა ვქნა? ამდენი. ხო და რას აკეთებთ, აბა? არაფერს ეხლა აგებ ზივარ და გისმენ და მინდოდა მე თქვა ერთი რამე ჯერ ესეთი ის რომ მეტი საქმე არა გააქვთ? საქმე ჯერ არა მაქვს, ჯერ არა. რას აკეთებთ ლალი? ნუ ოჯახსული. აი ეგ არის ყველაზე კარგი, ყველაზე კეთილშობილური, ყველაზე მშვენიერი საქმე რაც შეიძლება ქალმა გააკეთოს. აი მართლა გეუბნები. ფარა ოჯახის მოვლა, ჩემოშალვა ფარა უნდა ბატონო, ფარა. მერე ნუ ეგ ფარა და ფარაონი. ყავთ ფარაონი თქვენი. ფარას უნდა ფარაონი. იქნებ ქვე ფარაონი. ყავთ ფარაონი. აი ასეთი უმორები ჩავატარეთ. ეხლა რა მინდა გითხრა შალვა? ხუმრობა იყოს. ხუმრობა იქით იყოს. ხო, იქით იყოს. თავხელიძე ძალიან მაღიზიანებს მართალია, მაგრამ აუცილებელია რომ იყოს. და მეორე რა თხოვნა მაქვს შალვა თქვენთან იცი? აი ეხლა რო ჩამოთვალე სამშაბათი, 4 შაბათი, 5 შაბათი, პარასკევი. და შაბათ კვირას ვისვენებო. ხო. აი რა გავაკეთოთ ჩვენ შაბათ კვირას გეკითხები.
ოჯახში დასარეცხია, გენაცვალე, იატაკი მოსახეხი, ფანჯრები გასაწმენდი, ზაფხული მოდის, ის ძველი ისინი შესანახი, საბნები. რა უამრავი საქმეა ოჯახში. შაბათ-კვირას რატო ისვენებთ შალვა? ოჯახს მიხედე, ოჯახს. ვალი, შაბათ-კვირას. სახში საქმეები გააკეთე. გენერალური გააკეთე უკვე უბორკა. ალო. კაი. 2400030 არ ჩვენ ტელეფონის ნომერი, ალო. ალო. დიახ. დიახ, შევიტოვსა. გამარჯობათ. იცით რა, გუშინ თქვენ დაგირეკათ ქალბატონმა. მერე? რაღაც რუსულ სიტყვებს ხმარობთ და ბარბარიზმები და ფილოსოფოსა რაღაცები და გივით არ გამაძეს მოусმინოს. დონეცკს რო აფეთქებდა და ატვეჩაივარ და იმის შვილი ვიყო და მადლობა. მადლობა. ესა ერთ საინტერესო ვიდეოა, გავუშვათ და მე რეკლამაც ნახოთ. აი, ნახეთ რა კაი ვიდეოა. გაიჭირდა. გახსოვთ აი ესე აღნიშნეს რომ ინტერნეტ ხუმარებმა რომ მიშა არის იმის შვილი ედუარდის და გარკვეულწილად ხო გოიმური ვიდეო რას ნიშნავს კაცო ვიდეოა რა გავუშვით გოიმურებსაც გავუშვებთ და არა გოიმურებსაც შესაბამისად ეხლა ჩვენ ნახავთ იმას რეკლამას მე გაზეთებს მოვიხილავ და მე ბატონი თემალადაც მოგზაურდება და ინტელექტუალურ საუბრებსაც შევუდგენ. რეკლამა. ვაგრძელებთ გადაცემას, კითხულობთ გაზეთებს, ვერსია პირდაპირ პირველ გვერდზე. პირველ გვერდზე თავაზობს ლაშენაცკუშვილის მხიარული ფოტოა. და ლაშენაცკუშვილი ბრალდებას პასუხობს. მე მაქვს ჩემი უზენაესი თანამდებობა საქართველოს მოქალაქე და თუ ამ მოქალაქეობის პოზიციით მხოლოდ ასე იაქეზე ვაღიზიანებ სახელმწიფოს კოლიოზიან ხერხემალს და მის უყურეს ესე იგი მუშაობ ეფექტურად სწორგზაზე ვედგავარ და ასე უნდა გავაგრძელო და მეორე გამონათქვამი არ შეიძლება საკუთარ შიში გაჯერებულ სააკაშვილს მისცეს საშუალება აიცილოს საერთაშორისო და შიდა პრესინგი ასეთ მომსახურებას ერთ-ერთი სახელი აქვს პოლიტიკური თუგზუსობა და ეს ძალიან ძოთ თავდება მისთვის კვირდებით კიდევ ნახათ აქტიურ ჟურნალისტიკაში მესამე დაბრუნებულ გიორგი თარგამაძეს და მის გუნდს. აქტიურ ჟურნალისტიკაში დაბრუნებულ გიორგი თარგამაძეს თუ ნახავს, ესე იგი განიდევნება თარგამაძე პოლიტიკური ველიდან და ეს უკვე საინტერესო პროგნოზია. ბიძინა იმაშვილმა ანაცხადა შემდეგი რამ რომ მიუმართა პოლიციას არ დაემორჩილონ სააკაშვილის უკანონო ბრძანებებს. საჩხერის ოფისის გახსნიდან არის რეპორტაჟი. ჩვენ ნახეთ კადრები. წვიმის მიუხედავად რამოდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა იქ და ვიროდნენ ბიძინას. ხო შორს აი ამან დისკუსია გამოიწვია სოციალურ ქსელებში. მოვიდა თუ არა ახალი ნიშა და საჭიროა თუ არა, კარგია თუ არა რომ ხალხი ბიძინას ყვირის. მე მგონი ეს ცუდი არ არის, იმიტომ რომ ხალხს უნდა საკუთარი გზნობების ამგვარად გამოხატო. გუშინ წავიკითხე მე რომ ქრისტიან-დემოკრატიული პარტია
ფრაქცია პარლამენტში და პირადად მისი ლიდერი თარგამაძე აპირებს შეიტანოს ინიციატივა, საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ზნეობისა და თავისუფლების დიქოტომია დაპირისპირდება რაღაცნაირად დარეგულირდება და მე ამაზე ირონიულად აღვნიშნე, რომ ეს არის სოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფილოსოფიური საკითხი, როგორ აპირებს არ უცნაურია ჩემთვისო და აგერ გიორგი თაკამაძესთან არის რაღაც ინტერვიუ ახალ თაობაში და ნახოთ თუ როგორ შეიცვლება ახლა. კონკრეტულად ნათქვამი არა აქვს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სისული. არ შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივით დაარეგულიროს ზნეობისა და შინაგანი თავისუფლების საკითხი. ეს საკითხები მეტაფიზიკურია და არანაირ რეგულაციას საკანონმდებლოს არ ექვემდებარება. დღეს რომ მოვდიოდი, ნახე ბრეივიკის აი ეს ვინმე, ვინც 70-ზე მეტი ადამიანი მოკლა ნორვეგიაში, იმის სასამართლო პროცესი იყო. და თან გამომწევად და თავხედურად იქცევა ეს ვიღაც. ამ შემთხვევაში დგება ძალიან მნიშვნელოვანი, აი ზუსტად რომ ფილოსოფიური საკითხი. უნდა არსებობდეს თუ არა ასეთი ადამიანებისთვის სიკვდილით დასჯა, თუ რაღაც გარკვეული იდეალების ერთგულების გამო აი ესეთი შეუსაბამო რაღაც უნდა ავიტანოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელსაც უნდა მოხდეს ალბათ დისკუსია. 240-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. თქვენ შეგიძლიათ დაარეკო და რაღაცები გითხრათ. ალო? არის ზარი? ალო? გამარჯობათ. ალო? შალვასთან მე ვარ. შალვა, დილა მშვიდობისა, შვილო. მე ვარ 78 წლის ყოფილი პედაგოგი ვარ. დიახ. ძალიან აგთხოვთ. ძალიან კმაყოფილი ვარ, ვიღაცამ კი თქვა, თავხელიძეს არ შეახვედროთ, მაგრამ ეგრეთ უტიფრებს უნდა შეახვედროთ ზუსტად გიორგი მარგველაშვილისნაირი. ახლა გთხოვთ, შეახვედროთ ჩოლოყაშვილს. ეს კირკიტი კაკალი იქნებ გატეხოს როგორმე. ბატონო. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო რეკლამას წავაწყდი ინტერნეტში. Dictators don't just stop. დიქტატორები უბრალოდ არ ჩერდებიან, აი, გაუშვებ ახლა და თქვენ თვითონ შეგიძლიათ ნახოთ, მართალი რაღაც ხმა ადევს. Dream on. Dictators don't just stop being dictators. If we don't stop Omar al-Bashir, the Sudanese president charged with war crimes, crimes against humanity and genocide in Darfur, he'll just keep going. Sign to stop him. Sudanis diktatoris წინააღმდეგ მიმართული ინტერნეტ კამპანია და თან ორიგინალურად არის გაკეთებული და მოწოდებულია მესიჯი, რომ უბრალოდ არ ჩერდებიან დიქტატორები, თუ მათ არ გააჩერებ. ეს ძალიან ყურადსაღები მესიჯია. 240-00-30, ალო? გამარჯობათ. გისმენთ? რამდენიმე საკითხზე მინდა გელაპარაკოთ. ერთი ამოვირჩიოთ და იმას მივაწვეთ თუ შეიძლება. რამდენიმე. კარგით, მაშინ მე ადრე დაგირეკეთ ემს არ ხრჩიაზე და მინდა კითხათ რატომ მინდა ამ კაცის მოსმენა კიდევ ერთხელ. 2003 წელს აკუბარდიასთან იყო ის მოსული და დანიელის წინასწარმეტყველების როგორც მინდა წერილი და რაღაც წინასწარმეტყველებებზე აკეთებდა რაღაც წინასწარმეტყველებს პუტინი ბოლო პრეზიდენტია რუსეთში და სააკაშვილი საქართველოში. ის როგორც ადამიანებია დაყოფილი 4 ტემპერამენტის მიხედვით ერებს ყოფს და რაღაც ეპოქებს რა თეორია აქვს რა განვითარების
კაცობრიობის სოხუმის მათემატიკის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა და თუ შეძლებს დაუკავშიროთ, ეხლა რა სიტყვის მაინტერესებს ძალიან. კარგით. 2400030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? გისმენთ? ალო? შალვა. გამარჯობა. გამარჯობა ძმაო. გისმენთ? ძალიან მიყვარს შენი გადაცემა. გუშინ გუბაზი ყავდა შენ გადაცემაში. დიახ. ხო და აი ესეთი ლაპარაკი იყო რომ რუსთავიოს აღარ უყურებსო ხალხიო. მე ახლა ჩამოვედი. საავდგომოდ ვიყავი კასპის რაიონში, ესე იგი აბსოლუტურად ახალგაზრდობა 30-35 წლამდე. რომ ვეკამათებოდი, ხო, ბიძინა ერთ-ერთი გადამრჩენიამეთი საქართველოსი. ნუ საერთოდ საწინააღმდეგოდ ლაპარაკობენ. მეგონა რომ რუსთავიორის უსმენდი რა. ხო. ხო და გადაეცი რა გუბას და სულ ყველას კოალიციურ ძიძიგურს და სულ ყველას რომ აი ეს ძალიან დიდი სამსახური ალბათ მუშაობაა გასაწევი რაიონებში რა. თბილისში ახლა ყველა იცი და ყველა უყურეთ მაესტროს და. კარგი, მადლობა. აი ეს მინდოდა. 2400030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. თქვენ შეგიძლიათ დაარეკო და რაღაცები გითხრათ. პრინციპში ძალიან დიდი როლი აქვს სააკაშვილის ხელისუფლების შენარჩუნებაში რუსთავიორს და იმეს, უფრო რუსთავიორს. რუსთავიორის მნიშვნელობა და სიძლიერე არის ხელოვნურად გაზრდილი, რადგანაც სხვა არხებს, მაესტროს, კავკასიას, მეცხრეებს განსაკუთრებით არ ეძლევათ საშუალება, რომ ხელოვნურად არ ეძლევათ საშუალება, რომ გავიდნენ ფართო არეალზე. ამაში ძალიან დიდ როლს თამაშობს ვინმე ჩიქოვანი, იმ მარეგულირებელი კომისია არსებობს, მაუწყებელთა მარეგულირებელი კომუნიკაციების კომისია ეროვნული და იმის უფროსი, რომელიც არის სააკაშვილის მომხრე, მისი ბიზნეს გარემოცვის ერთ-ერთი წევრი და ასე შემდეგ არ უნდა ამას. ბევრი ლაპარაკი, ვინც საქმეში აიცის ვინ არის ეს კაცი. და ესე დიდხანს არ შეიძლება რომ გაგრძელოს, იმიტომ რომ არსებობს ინტერნეტი, არსებობს სატელიტური მაუწყებლობა, მართალია მაგთი სადაც ერჩიან და აჯარიმებენ, მაგრამ შეუძლებელია ცივილიზაციას და პროგრესს წინ ვერავინ ვერ აღუდგება და თუ ერთ თვეში, ორ თვეში, სამ თვეში არა ინტერნეტიზაცია თავის საქმეს იზავს და მოსახლეობა ალტერნატიულ ინფორმაციას მაინც მიიღებს. ჩვენ გვინდა მალე, მაგრამ შეიძლება მალე არ იყოს და ოდნავ გვიან. ნებისმიერ შემთხვევაში მე ფიქრობ, რომ მიშა მართლაც აი მარგველა სწორი იყო გუშინ, გოიმობას აკეთებს 21 საუკუნეში, აშენებს ავტორიტარულ, რაღაც გოიმურ, ბანძურ სახელმწიფოს, სადაც იმით დგას რეჟიმი, რომ მეცხრე არხის აპარატურას გააფუჭებენ, იქ რაღაც პრობლემებს შეუქმნიან, ნაგავს არ გაიტანენ ქართული ოცნების ოფისიდან, ოფისის შენობასთან დაყრდნილ ნაგავს არ გაიტანა, ეს არის ქაჯობა და აი როდესაც ინტელექტუალები, რეჟიმის დამცველი ინტელექტუალები აი ამაზე რაღაცებს ამბობენ, ყოველთვის უნდა ჭხირში შეჩარო აი ეს ფაქტები, გოიმური წინააღმდეგობის გაწევის გოიმური ფაქტები. 2400030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი, კაკუნი დაიწყეს მუშებმა, ხო? ალო, დიახ. გისმენთ? მოგესალმებით. გამარჯობა. მე მაინც ვერ გავიგე რა პრობლემაა ის, როგორც რუსთავიორი და იმედი გადის, ხო, თეფშის გარეშე რატო არ შეიძლება? იმიტომ რომ სიხშირე არ აქვს ჩვენ. სამაუწყებლო სიხშირე. რატო ან დიპლომატიურ კორპუსს რომ არ არსებობს სამაუწყებლო ყველა სიხშირე, მათ შორის 202 რო იყო ჩემი ტელევიზია და სხვა სიხშირეები არის დაკავებული და ხელოვნურად ინახავს ხელისუფლება ამ არხებს ფულსდებს იმაში, იმიტომ რომ ეჭვხარ გებარებათ, რომ არც საქართველოს, არც რეალ ტივი, არც ეს ტელევიზიები მოგებაზე არ მუშაობენ. ეს არის ხელისუფლების მიერ დოტაციაზე მყოფი ტელევიზიები და ამიტომ ხდება ეს ყველაფერი. გებია, მაგრამ აი რაიონებში ინფორმაციული ვაკუუმი ყველას არ აქვს ეს თეფში და მარტო თბილისი არჩევნებს ვერ მოიგებს. კი ბატონო, თეფში უნდა დაურიგდეს ყველას. და გამონტაჟდეს იქ თეფშები. 2400030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო. ორი 2400030 იწერება ხოლმე, ხო? ჩვენთან. ალო. კადრზე აწერია. ალო. ალო. მე გითხარით რაღაცები. გისმენთ? ალო. დიახ. აი ფრუა. დიახ. გენაცოლე. მე მისვენ. დიახ.
რა მინდა გთხოვოთ? აი გუში რო უყურებდი ვიღაცა ფასხალაძეა თუ ოჯახ ამოსაწყვეტი, იმას ნუ მოათრევს ტელევიზიაში და ნურთ ლევან თოლოყაშვილი. ასაგებია, კარგად გძანდება. ხალხი არის ძალიან განერიულებული. რა ხდება, რაღაც ახალი ხმები ისმის, ხო? ზუილწუილის, გვირაბი გაღავთ, აქ რემონტი კეთება. დიდი სტუდია უნდა აშენდეს და ზუზუნტუილი და რაღაც ბურღის ხმა ისმის. 2:40:00. ჩვენ ტელეფონის ნომერი. ალო. მაესტროა? კი არის. უკაცრავად, ბატონო შავა, გამარჯობათ. დიახ. ძალიან სასიამოვნოა რომ დილის პროგრამა ასეთი ფორმატით მიდის თქვენთან. ხო. ძალიან მოგვეწონა. მე ბათუმიდან ვრეკავ. უყურებ ჩვენს ტელევიზიას? უყურებ ჩვენ გამოცემას. რითი უყურებთ, რითი? ვუყურებ თქვენ გადმოცემას, რა თქმა უნდა, მაგრამ თეფშების საშუალებით. თეფშები არ დაგელიოთ მე ოჯახში. არიან ადამიანები, ვინც თქვენს გადაცემებს საერთოდ ვერ ბათუმში უყვართ მიშა? ბათუმში. რას ლაპარაკობთ ბაშაყირებთ? არა, რატო ხო გააკეთა რაღაც ანბანი ზეგლიო, ისაო ბულვარი გააზარდა. დააგრძელა. იცით რა, მესა ყველაფერი გააკეთა, მაგრამ მე რა გინდა, უმადურობაა ეხლა, რო არ გიყვარდით. უმადურობა, ხლა ინფრასტრუქტურას თუ აბლამაზე სამუშაო პირობები სად ნახოთ ჩვენ ეხლა? სამი ოჯახი, სამი სული უფროსიზი ვარ სახში. რა მაინტერესებს? აი ესეთ შეკითხვა გვაქვს. ინფრასტრუქტურა თუ გააკეთა და რაღაცა გზები თუ დააგო და რაღაცები თუ გააკეთა. თვითონ რას ლაპარაკობ, ჩამოგძანდით გორგასალის ქუჩაზე და ნახეთ ვენეცია სრული. იქ არა, იქ ცენტრში ხო გააკეთა რა? ცენტრში ჩვენამდე არ მოსულა. ხალბატონო, რა მაინტერესებს? ერთი შეკითხვა მაქვს. თუ შეიძლება ერთ-ერთი შეკითხვა მაქვს. აი თქვენ გინდათ რომ უმუშევრობა მთავრობამ აღმოფხვრას, ხო? თქვენი აზრით მთავრობამ რა უნდა გააკეთოს რომ უმუშევრობა არ იყოს? შეუწყოს ხელი, რა თქმა უნდა. როგორ? იმიტომ რომ არა ეს კი არ ვამბობ იმას რომ გინდა თუ არა მე დამასაქმოს ან რამე ჩვენნაირი და რაღაც ვერანაირად ის ადამიანები ვინც მართლა ტვინი უსკდებათ ასე ვთქვათ ხომ ვერანაირად ვერ ნახავენ სამსახურს ჩვენთან თუ უფროსობა არ არის უფრო ნაცნობობა უпростоრად უფროსობა უნდა იყოს ნაცნობი აუცილებლად ასაგებია 2:40:00 ერთი გადაცემის მიზნო შეიძლება ამ თემასთან დაკავშირებით რა უნდა გააკეთოს მთავრობამ რომ ადამიანები დასაქმდნენ და რატომ არ არიან ადამიანები საქართველოში დასაქმებულები ეს არის მათი პრობლემა ანუ მათი იმის პრობლემა რომ უნარი არ აქვს თუ ეს არის მთავრობის გამიზნული პოლიტიკა ან სხვა რომ არ იმუშაოს ადამიანმა 2:40:00 ჩვენ ტელეფონის ნომერი ალო ალო დიახ ალო გამარჯობათ დიახ ბანაშალო იცით რა ხა ქაბატონმა რო ბძანა იცით თუ ნიჭიერი და ტვინი უსკდება ის ადამიანი გზას მონახავს აუცილებლად ეხლა რა უნდა გავუკეთო სახელმწიფომ ვერ გავიგე თვითონ თუ არის ესეთი შავსიანი და ჭკვიანი ის მონახავს გზას ეხლა არ შეიძლება იჯდე და ელოდო შენ რო სამსახურს გიშოვე აი მაგალითად ესეც აი თქვენ რა დღეში იყავით მაგრამ მონახეთ თქვენი ნიჭი და გამოიყენეთ და მშვენივრად გზნობთ ეხლა თავს ნუ მე ესე მგონია ეს ერთი მეორე იცით აი რაღაც ძალიან უხერხულია მე მგონი რეკავენ ქალბატონმას დარეკა მამაკაცმას დარეკა და აი ლევან ჩოლოყაშვილს ნუ იმას თავისი აზრი აქვს საკმაოდ ჭკვიანი ექიმიკაცი იყო საკმაოდ ნუ არ ვიცი ლოგიკურად მსჯელობს უბრალოდ სხვა ხედვა აქვს მას ხო და ასე დაცინვით და ასეთი როგორ გითხრათ ირონიით მოხსენება მე მგონი ცოტა უხერხულია იგივე შეიძლება ითქვას გოგი მარგვენასულზე ჭკვიანი აი ძვირფასო მეგობრებო თქვენ ახლა ხედავთ ერთ-ერთ საიტია სადაც არის ვაკანსიები გამოცხადებული თუ შეიძლება ერთ-ერთი შეიძლება მაჩვენოთ ხო აი ეს არის ვაკანსიები სულ აი ეს მოლარე ოპერატორი კონკურსი კორპორატიული ლოგოს ვებგვერდის შექმნაზე მოწვევა სანიაღრევი არხის რეაბილიტაციაზე ხარისხი და კონტროლის სპეციალისტი აი უბრალოდ ავიცი კოლ ცენტრის ოპერატორი დამლაგებელი ინგლისური ენის კურსები პრისელერი პროგრამისტი ტრენერი ტენდერი ტაქსის კომპანიებისთვის ოფისის მენეჯერი და ასე შემდეგ
და რა მაინტერესებს აი ეს ხო არის აი ამდენი ადამიანის აყვანა ხო უნდათ კომპანიებს ნაცნობი რო ხავდეთ არ განათავსებდნენ იმიტომ რომ ფასიანია მე მგონი აქ განთავსება ხო რა მნიშვნელობა აქვს ზოგიერთ კომპანიაში შეიძლება აუცილებელია მაგრამ ძალიან ბევრი განცხადება Jobs.g არის ესეთი საიტი ხო და ძალიან ბევრია და აი ხა კი ბატონო იცი რა მოთხოვნებია ყველაზე უფასო რა მოთხოვნებია გვაცა კი ბატონო გასაგებია ეხლა სხვა რაღაცას გეუბნებით რა ხომ არის აი ეს მოთხოვნები ხო და საშინელი უმუშევრობა ხომ შეიძლება რომ უმუშევარი ახალგაზრდა ვინც არის ან 40 ან 35 წლის წავიდეს და დასაქმდეს აქ თვითონ გასაგებია რომ სააკაშვილს არასდროს მიყავს ეკონომიკა ეს არის ჩემთვის ცხადი და ამაზე მაქვს ჩემი არგუმენტები მართალი ეკონომისტი არა ვარ მაგრამ მაინც მგონია რომ შეცდომები არის დაშვებული რაღაც მაგრამ ეს ოხერი ხო არის აი ამდენი ადამიანის ვაკანსია ხო შეიძლება მიხვიდე ერთგან არ გამოგივიდა მეორეგან მესამეგან და იმშოვო ეს სამშო მაგალითად მე ძალიან მინდა კარგი სცენარისტის აყვანა რომელიც გააკეთებს რაღაც ხუმრობებს მოიფიქრებს და არ არიან ეს კარგი სცენარისტები მოდიან ამხელა ამბიციებით და უშუალოდ რომ დაждები რაღაც ძალიან ცუდ ხუმრობებს წერენ ძალიან ცუდს და უბრალოდ მე შემიძლია დავასაქმო ესეთი ადამიანი და არ არის ესეთი კარგი რეკლამა ჩვენ ეთერში ვართ თამას ნამალაძეა ჩვენი ნაცემის სტუმარი მოგესალმებით. მოგესალმებით. აღდგომა როგორ გაატარა? კარგად, სოფელში ვიყავი. სოფელში ლაგოდეხში. ლაგოდეხში. ძალიან მაგარი ადგილები. ნაგზელში აყვავდა უკვე ხეები თუ ჯერ არა? ნაგზელში აყვა, ყველაფერი ყვავის და ყველაფერი ავის გაზაფხულია რა თქმა უნდა. ხო. მაგრამ რაღაც ისინი არის კიდე. დეტალები. ვერამუშავებენ მიწას და რაღაც ეგრე არის. ძვირი ღირს აწვავი, ხო? რაღაც ტრაქტორები რო გააგზავნა მიშა მიქამდე არ ჩასულა. ჯერ არ ჩამოსულა. თავის ხოდით მოდის. თავის ხოდით. ხო და ამიტომ სანამ ჩავა. უამრავი თემა რაზეც შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ დავიწყოთ რაღაც უცნაური ამბით, რომელიც მითხარით, რომ გრიბოედოვის ჩამოხსნა უნდა. რა გრიბოედოვის ძეგლის ჩამოხსნა უნდა? არა. ეს რამ ომის შემდეგ რაც მოხდა კონფლიქტს ვეძახიან, კონფლიქტი არის კონფლიქტი და ის იყო ომი რუსეთთან. აი მაშინ როცა ასეთ სავალალო შედეგები იყო, გაისმა ხმები, რომ ხო, გაუგზავნოთო იქ, ნეშტიო იქ. ხო და რა თქმა უნდა ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, ძალიან დიდი დანაშაულიც კი იყო, იმიტომ რომ ამაზე ბევრნაირად შეიძლება პასუხის გაცემა, მაგრამ თვითონ კერძოდ გრიბოედოვზე გეტყვით თუ ნებას დამთავრდა. საერთოდ გრიბოედოვი არ უყვარდა იმ დროინდელ რუსეთს, გაწიღეს კიდევაც. და იმას ძალიან კარგად იცოდნენ, როგორ დამთავრდებოდა ეს მისია. ის უკვე იყო აღმოსავლეთის ქვეყნების მინისტრი ერქვა ასეთი. ამ თანამდებობაზე იყო. და სწორედ მაშინ შეირთო ნინო შერთვასთან დაკავშირებით ჩვენ საერთოდ ქართველები ვართ რაღაც კლასიკური ჭორის ხალხი ვართ. არა, ცუდი ჭორები დადიოდა ამ შერთვასთან დაკავშირებით. ხო, მე გეტყვით რომ აქ ესე იგი ეს დადიოდა, მეც ასე მეჯეროდა სანამ არ გადავხეთე ყველაფერი რაც მათ ჰქონდათ ნამდვილი სიყვარული, ხო? უსაზღრო დიდი სიყვარული და ძალიან წმინდა და პატიოსანი სიყვარული. გრიბოედოვმა როდესაც სიყვარული აუხსნა ნინო ჭავჭავაძეს აი ზემოთ მწერალთა კავშირი რომ არის მაჩაბელის იქ ერთადერთი ხედა სახლა მაგათი მან ახვერდოვის სახლი იყო ნაქართველარი ახვერდოვი იყო ეს თავადი ბობულაშვილი და იმას ყავდა ცოლი პრასკოვი არსენიევა ხო და პირველი ფორტეპიანო მაგათ ჰქონდათ აქ ჩამოტანილი და გრიბოედოვი იყო ვირტუოზი დამგვრელი და დადიოდა მაგათთან და ეს ახვერდოვი იყო დეიდაშვილი ალექსანდრე ჭავჭავაძის ცოლისა ალალი დეიდაშვილი ბუბულაშვილი იყო და აი აქ გაიცნო ეს ნინო და რო გავიდა წლები 5 წელი იყო ის წასული პეტერბურგში ჩამოვიდა ეს უკვე ქალიშვილი იყო და იმ დღეს იქ მურაბას მიირთმევდა დედამისი და ბებიამისი ამ პრასკოვი არსენიევასთან როცა სიყვარულში გაუწყდნენ ერთმანეთს და აცრებლებულები როგორც წინათ იყო ხოლმე ძალიან ესეთი რომანტიკულად გამოვიდა ამათმაც დიდი სიყვარული შეეგებენ და ამის შემდეგ წერილები ვნახოთ ცხოვრებას გადავხედოთ ურთიერთობა ვნახოთ საიდან იბადება ეს ეჭვები საერთოდ რა არის
და მისივე სურვილი იყო გძრობდა შინაგანად რომ იქ რაღაც ელოდა და მე თუ რამე მომევიდა ვამბობდა ხოლმე წასვლისას რომ აი იქ მინდა რომ დამგზავნოდო და საერთოდ წასვლას აღარ აპირებდა ეს რუსეთში უბძანეს ალბათ რომ წავიდა არა რო ჩამოვიდოდა თქვათ მისიიდან ამ სპარსეთის მისიიდან ის რუსეთში წასვლას აღარ აპირებდა აქ უნდა ყოფნა და დასახლება უნდა და წინანდალში მე ვიქნები შენი მსახურიო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ერთ სიტყვით ძალიან ძვირფასი ახლა ამ კაცმა რა გააკეთა ორ სიტყვით თუ შეიძლება კი ჯერ ერთი რომ იყო დიდი წარმომადგენელი აი ამ წერლობისა ამ დროინდელი წერლობისა და რაც დაწერა ეს ვაიჭკუისაგან დიდი რამ მოხდა ამით ბევრი რამ შეიცვალა ლიტერატურაში აქ დაწერა სხვათა შორის თბილისში ეს ნაწარმოები არავინ არ ყოფილა საქართველოში რუსი ჩამოსული საერთოდ რუსი ქართველოლოგი ჩვენ არ აქვს ჩვენს ენას არ სწავლობდნენ არასდროს არ აინტერესებდათ კოლონიური დამოკიდებულება ჰქონდა არ აინტერესებდათ და გრიბოედოვი ჩამოვიდა თუ არა გასაკვირად აი სხვებისაგან ქართულის სწავლა დაიწყო ოღონდ სომხის ოჯახში ლაპარაკობდა ქართულად გრიბოედოვი ლაპარაკობდა ძალიან კარგად და სხვათა შორის ორ დოკუმენტში არის ასე იმ დროინდელში რომ როდესაც ის წერდა ვაიჭკუისაგან ქართული ტანსაცმელი ეცო ახალუხით და იმით იყო რაღაც უცნაური ის არის შინაგანად უყვარდა საქართველოს ამას არაფერი ცუდი არასდროს არ დაუწერი არც უთქვამს ორს ფაქტს გეტყვი ასეც ჩემო კარგო რომ ერთხელ როდესაც თავრიში იყვნენ იქ დაინახა რომ ბავშვი ტიროდა ქართულად დედას უხმობდა და გაყიდა საიდანაც მოტაცებული ბავშვი იყიდებოდა იქ და სხვას მისცა ფული რომ მეო ძვირს დამეფასებენო და სხვა საყიდინა ეს ბავშვი და შემდეგ რომ ჩამოვიდნენ აქ ზამთარი იყო და შინელში ყავდა გახვეული ასე ჩამოვიდა და აღმოჩნდა მარტყოფელი ბავშვი ესა და დედას და მამას ჩაუყვანა თვითონ შემდეგ ერთხელ პეტერბურგიდან რომ ჩამოვიდა შეხედა და იქ ზემოთ ნარიყალაზე ირევა ხალხი და რა არისო და ანგრევენო ნარიყალასო უკვე ორი კვირა არის ჯარის ნაწილი ანგრევსო აიჭრა ცხენით იქ და ესე იგი რაღაც საშინელი ყვირილი ჩიაჩერე რას არის დარჩენილი გადაარჩინა გრიბოედოვი ანუ ანგრევდნენ რუსები არ ჭირდებოდა ციხე აქ და იმით რატომ იცით ესე იგი იქ იყო ოთხკუთხედი ძველი ქართული აგურები რო არის იმით ააშენეს აი სადაც ვახტანგ გორგასალის ძეგლი დგას იქ ხო ციხე იყო ის აშენდა მაშინ მაგ ციხით და სადაც რუსთაველის კინოთეატრი არის ახლა მაგის უკან ხო აიღეს ის რომ იყო რა ქვია ინტურისტის შენობა ახალგაზრდებს არ ემახსოვრებათ ეგა იქ ხო არის ახლაც ხო არის აი მოსწორებული აი კინოსა და იმას შორის ქაშვეთის ეკლესიას შორის მანძილი ხატრის სახლი დიახ მე ერქვა მაგას ხატრის სახლი ინტურისტის შენობა და აი მანდა აშენდა აგრეთვე ძალიან დიდი ჰაუპტვახტი მაგაგურებით და დამთავრდა რაც არის დარჩენილი ეს არის აი ასე კედელზე იყო გაკრული რომ თავს მოვიკლავ ერთი აგური რო აიღო აქედანო და ახლა ვახტანგ მეექვსეზე რომელმა ქართველმა იცის თუ სპეციალისტი არ არის რომ ესე იგი დასტურლა ამალზე გეუბნებით რა ეს დაინტერესდა იოსელიანთან მოკლედ საქართველოსთვის ბევრი საქმე აქვს კარგი გაკეთებული როგორც მე ვარ კი ვახტანგ მეექვსის ჯულის კანონი ხო მაგრამ აქ გეტყვით რა ხდებოდა საქართველოში რა გიქა ჩვენ ვიყავით კოლონია რუსეთის და კოლონიური დამოკიდებულება იყო ახლა ძალიან სამხრივად განვითარდა ჩვენ ვერ გავხდით ევროპული კულტურის ის ნაწილი რომელსაც მივესწრაფოდით და რუსიფიკაციასაც განვისტიდით და შესაბამისად ეს ჩვენი შიშები ხო ჩაგყვა და აქვს არასწორი გამოვლინება ამიტომ ხშირ შემთხვევაში მაგრამ ნუ თქვა იმ ადამიანმა ხო და ხო არ შესრულდა რა ყოფნის იმდენი ტვინი რომ ესეთ რაღაცები არ გავაკეთოთ გასაკვირველია არა ნუ ვიღაცა ექსტრემისტმა რაღაც თქვა და არ გაკეთდა როგორ შეიძლება ადამიანს ასე ჯერ ის წარწერა ნახონ როგორია ნინოს ის არის თვითონ მოგონილი ის რაც არის ერთი სიტყვით ეს იქნებოდა გაუგონარი რაღაც სიშლეგე არა არ გააკეთებდნენ მაგას მე დარწმუნებული ვარ მიშაც არიზავდა ამას იმიტომ რომ მაგარი ქაჯობა მოდავი მიშას გვერდზე მდგომა ხალხმა თქვეს ეს და ტირაჟირება გაუკეთეს უბრალოდ შევიცოდოთ ამ აღდგომის გვირაძალში და არ თქვათ მათი გვარებით თორე ხო რა თქმა უნდა თუმცა ყოველთვის არის ესეთი შეკითხვა, მნიშვნელოვანი შეკითხვა. თქვენ როგორც ლიტერატურის მკვლევარსმა უნდა იცოდეთ. ამაზე პასუხი. ყოველ შემთხვევაში თქვენი ვერსია უნდა იყოს. ევროპული განათლება საქართველოში შემოვიდა რუსეთის გავლით. რა თქმა უნდა. რა მოხდებოდა რომ რეკლამეორეს რუსებთან არ გაეფორმებინა ხელშეკრულება ეს საკეთ საუბარია. მაგრამ მოდით აი დავიწყოთ
იმაზე საუბარი, როდის დაიწყო თანამედროვე ქართული აზროვნება. ეს იყო 60-იანი წლების, 60-იანელების, თერგდალეულების მანამდე, ამის შემდეგ და როგორი გავლენა ჰქონდათ რუსეთში განათლება მიღებულებს ქართულ ლიტერატურაზე, ისტორიაზე, მოდი ესე ვთქვათ, ლიტერატურა ყოველთვის განუყოფელი იყო ისტორიით. რა თქმა უნდა, ყველაფერი 60-იანელებით არ დაწყებულა, მაგრამ უმაღლესი რაც კი იყო მიღებული, ეს რა თქმა უნდა, ილია ჭავჭავაძის ირგვლივ მოხდა ყველაფერი რა. როგორ დავხედოთ, აი პრესიდან რო დავიწყოთ უბრალოდ, რის იგულისთვისაც მოხდა მამათადაშვილთა პირველი ჯახანი, ასე რომ ვთქვათ, ეს იყო ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენის. აი ეგ მაინტერესებს. აი ახლა მოდით რაზე ვილაპარაკოთ, ცით. მიხეილ სააკაშვილი იძახის და ახალგაზრდები ამბობენ, რომ ძველმა თაობამ ადგილი უნდა დაუთმოს ახალს და ცნობილი თემა ეიჯიზმისა და თაობათა შორის ბრძოლისა. ეს გარდაუვალია, როდესაც რაღაცა რადიკალურად იცვლება თაობათა შორის ურთიერთდაპირისპირება კამათი. აუცილებელია. მოდით ნახოთ, როგორ გადაწყდა ეს საკითხი მაშინ და როგორ გადაწყდა ეს საკითხი ახლა. შედარებით დახასიათება გავაკეთოთ. მე მგონი საინტერესო იქნება. შევეცადოთ რა. ბატონო. მამათადაშვილთა ბრძოლაში ენის ნორმების შესახებ იყო რა თქმა უნდა ეს დავა. არა მარტო მე მგონი, არა მარტო. თავარი იყო ესა. თუმცა კიდე ეგ შეიძლება იყოს ზედაპირზე, მაგრამ აზროვნება, ხედვა იყო განსხვავებული საერთოდ. რა თქმა უნდა. ხო და აი აქ, ნუ ესე იგი, ჩვენი ანვანის რამდენიმე ასოციაციენ კიდევაც იმისათვის რომ გამარტივებულიყო ეს აზროვნება, ცისკრის ენა დაიწუნა ჟურნალს, მაშინ იყო კერესელიძე რედაქტორი და ამას მოყვა ვინც იყო დამფინანსებელი სხვათა შორის ოლღა გურამიშვილის მამაც მათ შორის ილია ჭავჭავაძის მომავალი სიმამრი და რა თქმა უნდა საერთოდ ახალგაზრდებისა და წინა თაობების ისა ბრძოლა აგერო წაიკითხოთ უძველესი ბერძნული თხზულებები ჩვენ წელთაღრიცხვამდე პირდაპირ ხო ეს ახალგაზრდობა რა დღეშია პირდაპირ ამათი ატანა არ შეიძლება ასეთ რაღაცები წერია ყოველთვის იყო და იქნება როგორ ჩანს მაგრამ რა ვიცი ილია ჭავჭავაძეს ხაზი არ გადაუსვია წინა თაობისათვის ამაშია საქმე ეს მაინტერესებს ხო და ერთადერთი მაგალითი ვთქვათ ახლა დიდი სადუს ვერ ვიტყვით ბევრ ამას თავარი არის ავიღოთ ლიდერთა პირველი მეორე დავის შემდეგ რომელიც 72-73 წლებიდან იწყება აი ამ ბანკის დაარსებასთან დაკავშირებით გრიგოლ ორბელიანი ჩაიყენეს იმას სათავეში იმიტომ რომ ეს იყო მართლაც ყოველნაირად სხვათა შორის სტალინი იყო მხოლოდ უფრო დიდი გავლენის და თანამდებობის კაცი საქართველოს და მსგავსი სხვა არავინ არ ყოფილა რა გრიგოლ ორბელიანი ვინ იყო რუსეთის იმპერიაში გრიგოლ ორბელიანი იყო რამდენიმე წელიწადი მთავარმართებელი აი როსტოვიდან დაწყებული მთელი კავკასია ჩრდილო კავკასია და ეს ქვეყნები და ისინი მაგის მთავარმართებელი საქართველოში დიახ მეფის ნაცვალი იყო თუ მეფის დროებით ერქვა მაგრამ წლების განმავლობაში სანამ მეფის ნაცვალი ჩამოვიდოდა დიახ საბჭოს თავმჯდომარე იყო და აი დაღესტნის ომების ლიდერი იყო ეს აი უდიდესი ლიდერი ხო შამილის ამბებიდან ეს იმცე საინტერესო არის ეს ყველაფერი და სხვათა შორის ბედნიერები ვარ ჩვენ რომ გრიგოლ ორბელიანმა დაგვიტოვა უამრავი წერილი არ დაიკარგა ჩვენ ხო ყრით ყველაფერს და ვსპობთ და აგაგი გაწერილია ბატონმა აგაგი გაწერა არაჩვეულებრივი კომენტარებით დაბეჭდა ესა 30-იან წლებში 37 წელს უფრო სწორედ რო ვთქვა და დღესაც არის ეს იგნი და რა მე აი გრიგოლ ორბელიანი და ჭავჭავაძე აი მაგთან კიდე ეჯახენ ისინი ერთმანეთს და ილია ჭავჭავაძემ გაიმარჯვა რა უსამბობდა ორბელიანი ბანკზე ორბელიანის პოზიციები რა არის ჯერ ესეთი ამ ლექსში რომელიც დაამარცხა ილია ჭავჭავაძის ლექსმა იმდენი ფრაზა არის ნათქვამი რომელსაც ლოზუნგებად ხედავ დღეს საქართველოში რა ენა წახდეს მაგალითად აქედან დაწყებული და ერთი სიტყვით აი ამ დავის დროს როდესაც ილიამ გაიმარჯვა ეს მტრებად კი არ იქცენ ილია ჭავჭავაძე იყო მისი რაღაცა პატარა შეგირდივით მიაჩნდა თავი როდესაც გარდაიცვალა გრიგოლ ორბელიანი ილია ჭავჭავაძემ თავისი ხელით დააწერა გვირგვინს მეფეს ქართული სიტყვისას უზარმაზარ პატივში ყავდა მან რო დაწერა უკანასკნელი ლექსი დაუბერდი ბედს ვერ მოვესწარ დაემხო ჩემი სამშობლო გულს მიკლავს უიმედობა მიწას ჩავდივარ სიმწარით ეს თეთრი ერთსტროფიანი ლექსი გაუგზავნა ოლღას და უთხრა რომ ილიას წააკითხებსო და თუ ლექსად მეაჩნია დავიტოვებ ნუ ეს არის რაღაც კატასტროფული რაღაც უბსკულებიანი ლექსი არის
ერთი სიტყვით როგორც აგერ არ არის მეორე ორბელიანი ვახტანგ ორბელიანი მამათა წარმომადგენელია ისიც რამხელა წერილი უძღვნა ილია ჭავჭავაძე ასე რომ არ გადაუსვავს ილია ანუ ეს დაპირისპირება არ იყო ისეთი როგორც ეხლაა ხო? ეხლა დაპირისპირება კი არა ეს არის რეპია მე აგერ არ ვზივარ ესე იგი 10 წლის უკან გამომაგდეს ტელევიზიიდან აბა რა დავარქვა მე ამას საერთოდ მე პოლიტიკაზე და შევარდნაძეზე გადაცემები არ მქონია და როდის უნდა წაიკითხოს ვინმე მის წიგნი და როდის უნდა ისწავლოს მე დიდი მასალებლები მყავდა ძალიან დიდი მასალებლები რაც მე ვიცოდი გავომიშვეს ხო იქიდან სად უშვებ ამ კაცს მაგრამ ჩემნაირი რამდენი იყო იქა და ჩემზე უკეთესის ბატონო შალვა ჩემზე ძლიერი რამდენი დამსახურების ადამიანი როგორ მოსწეს ეს ხალხი როგორ გადაჯეგეს რა თავიდან ბოლომდე სულყოლანი როგორ შეიძლება ხო მაგრამ რატო აი მესმის ილია ჭავჭავაძეს მიაჩნდა რომ ის აზროვნება ის ძველი აზროვნება ალფაბეტიდან დაწყებული ხედვებიდან დამთავრებული არ წარდგებოდა პროგრესს ეხლა მოდი აქეთ ვიფიქროთ როცა და ამას ეუნებოდა და კამათი მიმდინარეობდა თქვენ რო გამოგიშვეს თქვენზე უკეთესები და თქვენნაირები იმათ ვინმე დაელაპარაკა აუხსნა რატომ თუნდაც არაფორმალურად არაფერი აბსოლუტურად არაფერი მაშინ იყო ზაზა შენგელია გამოიყენეს როგორც ის ვაცი განტევებისა ახლა ზაზას მაგერად იქ რო ყოფილიყო ნიკიფორეისა ირბახი ისიც მაგას გააკეთებდა ალბათ ნუ ახლა მე მაგას ორი წარეწერილი დაუწერე და ვნანობს ხოთაშორის არ იყო ესე იგი ზაზას გადასაწყვეტი ეს ამბავი ხო მაგრამ რაშია საქმე რატომ გააკეთეს ეს იქნებ მიაჩნდათ რომ თქვენ რასაც საუბრობთ ეს აღარ არის აქტუალური რა მიაჩნდა რომ ეს იყო ძველი ტელევიზია რომელიც შევარდნაძის გავლენით მუშაობდა და საერთოდ იქ ვიღაცა დაიტოვეს ორ კაცს ხედავ მე ახლა ტიტრებში რაღაცა აი თქვენ მაგალითად შეგეძლოთ გაეკეთებინათ გადაცემათა ციკლი ლიტერატურის ისტორიაზე დაუშვით. ეგ არ უნდათ სწორედ. და ხო რა პრობლემაა გაკეთებინათ ეს გადაცემები და ნახავდა მაყურებელი მაგას. მაგას ვაკეთებდი სულ აბა სათავეებთან იყო ბოლო ციკლი და სათავეებთან. აბა ნახეთ მას შემდეგ რა გადაცემა ყოფილა საერთოდ ან ლიტერატურაზე ან ახლა. და იქნებ ესეთი მიმართულება გაიმარჯვა რომ არ გვინდა საერთოდ საზოგადოებრივ მაუწყებელში ესეთი გადაცემა. არ გვინდა ხო არ გვინდა არ მაინტერესებს. გავაკეთოთ გადაცემები რაღაც სხვა რაღაცაზე. კი, აი მოყავდათ ვიღაც ახლა სახელსაც იმას არ ვიტყვი. ყველა პროგრამაში არის ისა სხვა ორიენტაციის ადამიანები და რაღაც კურსი აქვთ აღებული რა სხვადასხვა ტელევიზიებს ახლა და ესე იგი რაც არის ფასიანი და რაც ჭირდება ჩვენს მოზარდს და ჩვენს მომავალი ის არ აინტერესებს. აი ძალიან საინტერესოა. რაზე მინდა გითხოთ, იცით? იქნებ თქვენ სამართლიანად დაიჭაგრეთ ამ შემთხვევაში. მაგრამ იქნებ თქვენ ზედმეტად პირადულსაც დებთ ამაში. თქვენ განაწყენებული ხომ არ ახართ? მაგაზე გიფიქრიათ? არა, განაწყენებული როგორ შეიძლება არ იყო კაც ჯერ ეს ერთი ჩვენი ხელფასი რა იყო? იქ ახლა რო არის ხელფასების მეათედი არა. რა თქმა უნდა, ეგ მახსოვს. ხო, რა ქონდა ჩვენ, მაგრამ ჩვენ რო ამდენ ადამიანს რომელიც ესე იგი თითქოს ეგონა რომ სამშობლოსთვის მუშაობდა და უანგაროდ მუშაობდა, შენ აგდებ უპატრონოთ ამ ქვეყანაზე არაფერს არ თავაზობ. რა არის სიკვდილი არ არის ესა? როგორ შენ სასიკვდილოდ გამიმეტე და მე კიდე ის ლობიერი ვიყო შენს მიმართ? სხვადასხვა იქ ბევრმა ადამიანმა ასე ვთქვათ იმ ჩვენ სისხლში გაისვარა ხელი მაპატიეთ ასე მძიმე სიტყვებით ამ კვირადელში რომ ვამბობ და ზოგი კიდე ახლახანს დაინიშნა იმ თავარ რედაქტორებას და ემებად. მე მგონი ეგ ტელევიზია არის რაღაცნაირი გაუხარელი ტელევიზია, იმიტომ რომ ეხლაც კი ძალიან ცოტა ადამიანი უყურებს, მაგრამ როცა ასეთი დაფინანსება აქვს და როცა ამდენი საშუალება აქვს. მე გეტყვით რომ მან არიან აბსოლუტური უნიჭოები დღეს. უნიჭოები და კონიუნქტურის ადამიანები არიან. ხელმძღვანელები სულ უნიჭოები არიან. შემთხვევითი ადამიანები არიან და ლაქიები ამ წყობილების დამხელისუფლების მონები არიან უпроსტოდ. ნუ ეგ პირველ რიგში ყოველთვის ახასიათებდა, ყოველთვის იყვნენ ეგეთი ადამიანები. შევანაძის დროსაც უფრო ადრეც. არა, მე გეტყვით, უფრო ადრე მე მუშაობდი იქ და ახლა კომუნისტების დროს ესე არისო? ახლა ის თავისას მოითხოვდა უნდა შენ პროპაგანდა იყო ასე. აბა რა, მაგრამ ვინ გვიშლიდა ჩვენ მაშინ გაკეთდა ის ხალხური შემოქმედების თავარი რედაქცია და მაშინ იყო ეს ვახუშტი კოტეტიშვილი რო გამოდიოდა და დარბაში ხალხი რო ტიროდა. მაშინ ეს მიგვაჩნდა ჩვენ ეროვნულ პირველ გამოღვიძებად. აჰა, მახსოვს ეს გადაცემა ძალიან კარგი. აბა ნახეთ ერთი რა არის. არაფერი არ იციან საერთოდ რა. არა, გეტყვით თქვენ ვახუშტი კოტეტიშვილის თქვენნაირი ადამიანების დამსახურებაც იყო. ანუ ვახუშტი კოტეშვილმა შექმნა ეს მე მგონი
მისი ქარიზმიდან გამომდინარე უყურებდა ხალხი ამას. არა, იმიტომ რომ თემა იყო საინტერესო ზოგადად. არა, მე ვთვლი იმიტომ რომ ვახუშტი კოტეტიშვილი იყო ნიჭიერების და სასის. ამაშია. ფეიერვერკი იყო ეს. ხო, ანუ აი შოუ გააკეთა, თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ ვისარგებლოთ, გააკეთა აი ამ ნამდვილი შოუ, იმიტომ რომ იქ იყო იუმორი, რაღაც ხანდახან ზღვარ გადასული მიკვირდა კიდევაც რომ ცენტრალური ტელევიზია კომუნიკაციების დროს მაშინ ბავშვი ვიყავ, მაგრამ უყურებდი ასეთ რაღაცებს უშვებდა. თქვენ მომსწრენი ხართ ამ მე ვამზადებდი მაგ გადაცემებს, ყველა ჩემი მომზადებდა. ხო და ეს შოუ იყო, რომელსაც აი ხა თანამედროვე რეიტინგების დათვლის სისტემა რო ყოფილიყო, ექნებოდა ძალიან მაღალი რეიტინგი, სუპერ რეიტინგი. ჩვენ ერთხელ ესე იგი დაღლილები ვიყავით და 7 ნოემბერი იყო და წავიდეთო, მოდით დასავლეთ საქართველოში წავედით და რამნაირად ხوار, ანუ მეგობრები ვნახოთ ფოთში მივდიოდით და აი მაშინ კიდე რაღაც. და რო წავედით აქე და 4 დღე ვიყავით, ფოთიდან ბათუმში ჩავედით, თქვენ და ვახუშტი. რას ქონდა ფული? ესე იგი 1 ლიტრი ბენზინზედაც კი არ დაგვიხარჯა ეს ფული. საჭმელის ხო მივირთვით, სადილიც მივირთვით. მაგის დანახვა, ვახუშტის დანახვა და ესე იგი ემოციებს ვერ მალავდა ხალხი და ეს მე ისეთი იყო გულთბილი, მოსიყვარულე რაღაც არაჩვეულებრივი ადამიანი რა. და სუპერ პოპულარული იყო ეს გადაცემა. უმაღლესი იყო რა. და თვითონ ტელევიზიასაც არანაირი პრობლემა არ ქონდა იმ კუთხით, რომ ეს მაინდა-მაინც კომუნისტური პროპაგანდა არ იყო, ხო? არ იყო ასე. არანაირი, არა. მაგ დროს ნუგზარ ფოფხაძე იყო თავმჯდომარე, რომელიც თავისებური კაცი იყო და მაგრამ ესე იგი ძალიან კარგი ჟურნალისტური სხვადღები ჰქონდა ასე რომ ვთქვათ მაპატიეთ ამ გამოთქმაზე. კი, ხვატკამი მაგარი. ხო და ძალიან კარგად იცოდა აი კარგი ვინც არის სახე ჟურნალისტი ეგრეთ წოდებული იმისი მოპოვება და დატოვება ეკრანზე. ბატონო, ეგ გადაცემები სად არის? ეგ ეხლაც შეიძლება გაშვება მაგ გადაცემებს. არის ისიც სანამ იქიდან ჩვენ გამოგვიშვებდნენ. მაგას ხო ჩვენა აქვს, ჩვენ მაგას ფართეფერზე ვიგებდით ძირითადად. ვიდეოზე უნდა გადაგეტანათ. ნუ რაც შევძელით ის არის გადატანილი, მაგრამ ეს არის ალბათ 1% და არაჩენი გაფუჭდა და გაგარანდა. ხანი გადიოდა ეთერში. ეს გადიოდა 8 წელიწადი, 10 წელიწად. არა, 2 კვირაში ერთხელ იყო ძალიან ძნელი მოსამზადებელი იყო ეგა, მაგრამ მე ვწუხარ, რომ დაიკარგა თელავის საღამო დაიკარგა რამდენიც გინდა ახლა ყაზბეგში მოძრავი სატელევიზიო სადგური თავედით 100 წლოვანი მოხუცები და ესენი ჩავწერეთ იქ უამრავი რამე დაიკარგა. აი ეს მე მახსოვს ეხლაც კი რომ გაუშვა ეს ძალიან ბევრი მაყურებელი ეყოლება ჩვენი საპატრიარქოს ტელევიზია ცდილობს ხოლმე რომ ჩვენი ძველი გადაცემები გაუშვას და რისთვისაც მე დიდ მადლობას მოვახსენებ. ძალიან მაგარი რაღაცები იყო, იმიტომ რომ სიხალასე და გენიალური ნაწარმოებები მოდიოდა და მახსოვს როგორ მიყავდა, იმიტომ რომ შაირობა და კაფეაობა მიდიოდა პირდაპირ ეთერში. კი, შეპატარა იქნებოდი მაშინ. მახსოვს მე უყურებდა ჩემი ოჯახი ძალიან დიდი ინტერესით. ყველა უყურებდა ახლა ეს ცნობილი გადაცემები იყო და უყურებდნენ და აი სიტყვა პასუხი როგორ უბრუნებდნენ. ეს ხალხი ხომ არსებობს კიდე? არა. წარმოვიდგინეთ აი უყურებთ. რამხელა კორიფეები იყო, იოსებ ბაიაშვილი, ივანე ციკლაური. ეს ადგილობრივი აი ახლა ბაიაშვილი წითელწყაროს რაიონში იყო, იქიდან ჩამოსული ფშავიდან, მაგრამ ისიც დაბლა იყო, ბარში იყო უკვე. ნუ ივლიტა შავერდაშვილი და მარტაშვილები და რა ვიცი, სხვანი და სხვანი, ფილაური, ზაქრო. ყველანი, ესენი არავინ აღარ არიან დღეს სოციალურ. ეხლა უფრო ახალგაზრდები აღარ მისდევენ ამ. როგორ იცით ბატონო შელვა, ესენი იყვნენ ნამდვილი ხალხოსნები. პოეტები, მომღერლები და ივლიტა შავერდაშვილმა მაგალითად არ იცოდა წერა-კითხვა. წერა-კითხვა არის. არა, აი ამას ქვია ხალხური პოეზია ასე იქნება. და ამბობდა ამ ლექსებს. ამბობდა ლექსებს და მის მეხსიერებაში იყო უამრავი ლექსი. ერთი მოხუცის გარდაცვალება იწვევდა ათასობით ლექსის დაკარგვა საერთოდ. ხომ არა, ჩაწერა არ ხდებოდა. რაც ჩაიწერეს, მაგრამ ყველას როგორ მეწდებოდი? ახ მეც ყოფილი ვარ სტუდენტობაში, ზამთარშიდაც კი ამ ხევსურეთის. არა, გარდა ამისა, ჩაწერაც არის და ჩაწერა. თვითონ როგორ გადმოსცემს, ამაშიც არის განუმეორებელი ხიბლი. მე თვითონ კი თუ შენ არ გაუღეს სულის გასაღები და თუ მანამდე თუ ის ბუმბს წეწავ შენც არ გაწეწე და თუ არ ეხუმრე და თუ რაღაც არ შეუერთდი შეხვედი საუბარში არ გაგეხსნება ხო არა ბევრი მოხუცი მაგალითად თუ არ დალებდა სამჭიქას რაღაცას თავიანთ ნახადარახს და შენც არ დაგალევინებდა არ დაუკრავდა სუფრაზე დაუკრავდა და ისე ახლა საესტრადო მომღერალი არ იყო ასე და თქვენ აი დადიოდ და შედიოდით ურთიერთობაში ხო რა თქმა უნდა ვახუშტი თქვენ რა ვიცი იურე ჯაფარიძე იყო ერთი ასეთი დიდებული კაცი. რამდენი ადამიანი აღარ არის.
და ეს აღარ არის ბატონო ანუ აი რო გააკეთო ეგეთი გადაცემათა ციკლი უყურებს ხალხი რო შეგუთო ნორმალურად ხო სატელევიზიოდ ხალხი შეხედავს ახლა რომ დაიარო აგერ ჩვენი ამირან არაბული ეთერ თათარაიძე შვენიერი პოეტი ხალბატონი არის ცენტრი და არის ვახუშტი კოტეტიშვილის საღამოები ცდილობენ რომ გააკეთონ იმიტომ რომ ესენი მე გეტყვით თქვენ აი ნიჭიერი რო არის ესეთი შოუ იქ იმარჯვებენ ან მოწინავე ადგილებზე გადიან სახალხო მომღერლები რომლებიც ქართულს მღერიან და ქართულად და მაგრამ ეს მაბატიოს ყველა მაგრამ უფერული ასლიც არ არის იმ წინვალების რაც იმ წელებში იყო იმიტომ რომ მე მახსოვს მოხუცები რა ხშირად ნაციონალურ დასაცმელში და როგორ იხსნებოდნენ და ეშაირებოდნენ და ეკაფიებოდნენ ამ წამყვანს და ეხლა რომ გაკეთდეს იქნება მაყურებელი ეყოლები კი ახლა უფრო თეატრალური თეატრიზირებული წარმოდგენა იქნება იმიტომ რომ ის ნამდვილი ადამიანები აღარ არიან ახლა მაგათ ვინც კი არის დარჩენილი სამწუხაროდ ლამის დაიცალა მთელი ეს შავხევსურეთი ვინც კი არის დარჩენილი ეს ტელევიზორის და იმეების ვიდეოების და იმეების ისინი არიან რა ქვია კომპიუტერები აქვთ ბავშვებს და ის სხვა თაობა ახლა იქ ასეც უნდა იყოს რა თქმა უნდა მაგრამ ჩვენ შეხვდა ის მოხუცები რომლებიც იყვნენ ნამდვილი წარმომადგენლები იმ სიზველისა იმიდან მოსული ადამიანები 100 80 70 წლის ხალხი ხო აბა დაუვიწყარი ადამიანები რომლებიც გადაიღეთ და რომლებიც საუბრობდნენ კი სამწუხაროდ რომ ვაჟას რომ მოსწრებიან ეგეთ ხალხის ნახე რა თქმა უნდა აი უნივერსიტეტის სეზონში ერთხელ მე ვახსენე ძალიან გიორგი ჯაფერი და იურას ვეძახდით იმას მითხრა რომ თამას არ წახვიდეო რატო და ბიჭური არის ბიჭური აქ შავი სხევისბერი ჩამოსული რომელიღაც შვილთაშვილი სწავლობდა გაურიცხია და ვეკუა იყო მაშინ აკადემიკოსი რექტორი და ვეკუასთან უნდა შევიდესო და ვეკუამ რო გაიგო ახლავე დააბრუნეთ ის ბავშვი და უთხარით ყველაფერი გაკეთებულიო და სანამ წავიდოდა ლუდის დასალევად დაპატიჟა იურა და უთხრა რომ თბილისში ხო ვაჟა-ფშაველა გახსოვსო იმ სოფლელი არის არა აბა როგორ არა უკაც ვაჟა-ფშაველა რაღაცა და ეს გადაყლუნწული ქონდა უკვე ორი ჭიქა ისა არა მე თქვა რომ მღვდლიანთი ხო ლუკა კაცო როგორ არა თვალი რო ქონდა ეგრე ჩამოჩლადული ხო ამით გაიხსენა თორე ვაჟა-ფშაველათი არ გაუხსენებია ლუკა პავლეს ლუკა როგორ არა ერთად რამდენჯერ გვისამსო ჩვენო ეს გარდაიცვალა 100 წლის კაცი წვრილი მაღალი კაცი არ იცოდა ვაჟა-ფშაველა ვაჟა-ფშაველა არ იცოდა მაგრამ ლუკა რაზიკაშვილი რო იყო და პავლეშვილი იყო ის იცოდა ხო ნუ ვაჟა-ფშაველა ეს ფსევდონიმი გასაგებია ხო და ლუკა რაზიკაშვილი აი ეს ადამიანი თქვენ ნახეთ ხო კი რა თქმა უნდა კოლორიტი არ ქვია მაგას ალბათ რაღაც ასხივებდა რაღაცას ისეთ რაც ეგ იყო იურა მითხრა მე რომ ეგ ხევისბერი იყო და ჩარგლურა რო ჩამოდის იმის იქეთ არის ის წმინდა სალოცავი და ახლახანსო იყო დღეობაო და ჩამოვიდაო ხო ჩამოჯდაო იქო წყალზეო და მარტო დამტოვეთო თქვაო და ჩარგლურას ელაპარაკებოდაო რომ ბოდიში გადაიხადა ბუნებას უხდით და ბოდიშს რომ მე აწი ვეღარ გამოვალ და ვეღარავალი იქო და დამთავრდაო ეს ჩემი უკანასკნელი ასვლა იყო და დაემშვიდობა იმ ბილიკებს რომელიც მიდიოდა იმ წმინდა სალოცავზე თქვენ დადიოდით ამ დღესასწაულებზე მაშინ არ იყო მართალი ბრძანდებით ეს კომუნიკაციები ეს ასე ასობრივი არ იყო ყველაფერი იყო რაღაც ისეთი საკრალური ადგილები და მაშინ ეს სულისკვეთება უფრო იგრძნობოდა ვიდრე ახლა ძალიან ბევრი ხალხი მოდიოდა მაშინ ძალიან დღეობებზე აი ხახმატის ხატზე მაგალითად ამ მთელი გორის სავსე იყო მთლიანად მე ბანდ ყველაზე მთავარი ხატი არის გუდანის ჯვარი აქეთ ხევსურეთის მხარეს ნუ უამრავი ადამიანი ახლახანს ვიყავი 3-4 წლის წინათ რაღაც ის რაღაც ნუ 10 კაცით ვნახე მეტი არ არის შესაძლებელი არის ბატონო შალვა რომ ყველა დაბრუნდება უკან თუ შეუქმნი იმ პირობებს რომ ბავშვი რო ავად გახდეს და ეგ იმიყავდეს რომ ქონდეს თავისი პატარა საწარმო რომ ყავდეს თავისი ცხოვრება როგორც ჩვენი ძვირფასი პატრიარქი ბრძანებს და აქვს არაჩვეულებრივი კონცეფცია თუ ეს ხორცი შეესხამას და მე იმედი მაქვს რომ ძალიან მალე ამ ოცნებას ფრთები შეესხება ყველაფერი კარგად იქნება ჩვენ უკვე სწრაფად მივდივართ დასასრულისკენ ბევრი ვილაპარაკეთ თითქოს ცოტა მაგრამ მაინც ბევრი და ძალიან კარგია მოდით იცით რა ვთქვათ აი თქვენი ასაკის და თქვენი გამოცდილების ხალხი რომელსაც რაღაცები უკეთებიათ რაც ჩემი აზრით ხშირად უსამართლოდ არის მივიწყებული რა
უნდა გააკეთოთ. სად უნდა პოვოთ თქვენი თავი? ძალიან უცნაურია რომ ამას აქში ასეთი დამსახურების ადამიანს გეკითხებით მე რომ სად უნდა პოვოთ საკუთარი თავი, მაგრამ ეგრე მოხდა. ჩვენს გვაქვს ჩვენი ოცნება ბატონო შალვა და აი საერთოდ ერის ოცნება რომ ფრთები შეესხება როგორც წაგებ თქვი ჩვენგან კიდევ ვიპოვია მე მაგალითად სკოლაშიც ვასწავლე და უნივერსიტეტშიც ვასწავლედი მაგრამ ძალიან პატარა ანაზღაურების გამო იქ თავი დავანებე და უფრო სკოლაში ვარ არც იქ ახლა ესე არ არის მაგრამ ქართულს ასწავლით ხო? დიახ ქართულსაც და მე ვასწავლე საერთოდ ქართველოლოგიას ყველაფერს ვასწავლე რაც ქართულში შედის ქართულის საგნის მასალებელი ახლა სხვა არის მე უმტკიცებ იმ ცოდნას ისტორიასაც ვასწავლე საქართველოს გეოგრაფიასაც და როგორ უნდა მოიქცე და როგორ იქცეოდნენ წინაპრები ამას ვასწავლე აინტერესებს ბავშვებს ძალიან აინტერესებს მე ძალიან ბევრი მეგობარი აი როგორ უხამებთ ეს თანამედროვე ბავშვები ჩემი შვილებიც რა იყო წიგნებს არ კითხულობენ ყველაფერი ესმით და უყურებენ თქვენი შვილები იმ სკოლაში დადიოდნენ სხვათა შორის თქვენ რო დროებით მოგაშორეს აქედან კი ბატონო, ხო და ძალიან საინტერესოა როგორ უხამებთ. სადუნი. რა ვერ გავიგე. როგორ უხამებთ? აი თანამედროვე ბავშვს ხო სხვა ინტერესები აქვს. და ამ დროს ასწავლი ამას რა. მაგრამ აი გენეტიკა ისეთი არის რომ საკმარისია რომ ელაპარაკო ასეთ რაღაცაზე იმ წუთში გისმენენ. ეს ბავშვები საერთოდ მანქურთებად იზრდებიან, ჩვენი ქართველი ბავშვები. მანქურთები არიან უკვე ჩამოვაყალიბეთ რა ამ 10 წელიწადში. და ამ დროს ეს სული რო აქვს, ეს სილამაზე რო აქვს, ეს აღნაგობა რო აქვს, ეს ამის დაკარგვა იქნება? სილაღე. ამ ეროვნული ფენომენის ქართველები რომ მიყავდათ ტყვეათ იმეებს, რა ქვია, სპარსელებს იმეებს, იქ ალიზის ორმოში კი არ ყრიდნენ და კი არ კლავდნენ შრომით. ოჯახებში ანაწილებდნენ, ქალებს ათხოვებდნენ, იმიტომ რომ სისხლს ცვიდნენ ისინი და ანთროპოლოგიას იუნჯობესებდნენ. ეს ხალხი უნდა დავკარგოთ, ეს ხალხი უნდა მოვიცილოთ თავიდან და ვიღაცები უნდა გაუღოთ კარები ვიღაცებს, იმიტომ რომ კოსმოპოლიტები ვარ და აქ შემოვიდეს ვიღაცების კარების გაღება მაინც მოგვიწევს, იმიტომ რომ გლობალიზაციის პროცესი გარდაუვალია, მაგრამ სხვა არის როგორ შეახამებ ამას ის ეგ გარდაუვალია ხო გესმის ვარ. აქ ყოველთვის იყვნენ ვიღაცებს არ ვეძახი მე, ჩემი ძმები არიან და ის იყო, მაგრამ მილიონიანი ქალაქი ლაზიკა თუ ნახევარ მილიონიანი ქალაქი. ხო, რაღაცა აშენის უკვე უნდა ჩავიდე. შორის აი უტოპისტების ის რო ნახოთ იმათი ქალაქი. თომას მორის ხო დამოზუ კამპანელა. აი რო ნახო ეს ქალაქი. გორაცოლცა. ეგ იგივეა ეგ არა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო თამა, ძალიან საინტერესო განაცემა გამოგვივიდა. აუცილებლად კიდევ დაგპატიჟებ და გისურვებთ რომ ტელევიზიაში და ვიდეოშიც კვლავ გააკეთოთ რაღაც, იმიტომ რომ რაც მე ვთქვი, ხალხი იმას უყურებს. დარწმუნებული ვარ ამაში. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. შემოგვიჯბაზება მე დღეს საღამომდე გემშვიდობებით ნახვამდის.